მოდი ჩამოვძრებით დაბლა აუჩი. 이게 뭐가 됐어? 나이 몇 살이라고? 빠따라 먹시. ხან მეზამლეფო ჩვენთან ბათუმიდან ვართ ჩამოსული. დევნილი ბრძანდები თქვენ ისე? ბათუმელები ბრძანდები? აჭარლები. ელემენტარული ხალხს აი როგორ ეშინიათ ვერ ჩამოდის ვერაფერი რატომ უნდა იყოს ეს? ხო? თავისუფალი სიტყვის უფლება ხო ყველას აქვს. ეს არ მომწონს რომ არ არის. ვიღაცას მოხსნიან სამსახურიდან, ვიღაცას რაღაც პრობლემას შეუქმნიან. მეტი არაფერი არ მაქვს, მე არ მაწუხებს მეტი არაფერი. ძალიან მომწონს ამ კაცის აზრები, საუბარი და ზოგადად ივანიშვილი. მომწონს მე. ხალხი გააფრთხილეს რა. იყო, კი, ბევრია, კი არა ყველგან მასახდება. ყველგან აფრთხილებენ. გამოხო სამსახურს დაბარბა. არის ეს. ნამდვილად არის, მე ვიცი. ამის მიუხედავად ხალხი მაინც გამოდის. კი, მაგრამ რაღაც ცოტა რაოდენობით. თორე აქ არის უმამრავი ხალხი. აი ეს პრობლემაა დღეს საქართველოში. სიტყვის თავისუფლება არ არის. დეპუტატობის კანდიდატი საერთოდ ყველა ეზოში, ყველა მოქალაქესთან უნდა მივიდეს. ამ ხრივ მე კმაყოფილი ვარ, რომ მოვიდა და ჩვენი აზრიც იკითხა, ჩვენი გაჭირვება მოიკითხა. რაც შეეხება ჩემ ამბავს, ვარ 6 შვილის დედა, მეუღლე მყავს პოლიტპატიმარი, ჩემი ყველა ანგარიში დაყადაღებულია. ანუ ეს მთავრობა მეუბნება, რომ შენმა 3 წლის ბავშვმა უბრალოდ ლუკმაც არ უნდა შეჭამოს და ახალ ბოდიში მომიხსენებია ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ მოკვდეს შიმშილისაგან. მეტი ამათთვის ვითხოვ ელემენტარულ სამართალს, სანამ ამ ქვეყანაში სამართალი არ იქნება, არაფერი არ იქნება. ვითხოვ მარტო სამართალს და დანარჩენს ჩვენ თავს მივხედავთ ჩვენ თვითონ. მორჩა მეტი სათხოვნელი მე ქართულ ოცნებას არაფერი არ მაქვს. ორი რაღაცაზე განაცვლა. ისეთი სატანა ვერ ორი რაღაცა მოვიშორეთ სატანას სამართალი და სიყვარულის უჯობესობა. ახურავით დაგებული იქნება, ასფალტის დაგებული იქნება და ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდება, მაშინ როდესაც შესვლა შეგეძლება საავადმყოფოში ელემენტარული მარტივი პირობების დაკმაყოფილება. მარტო ამიტომ არა ვარ, მე მინდა თქვენგანაც მოვისმინოთ ძირითადად ხალბატონი რიმა, რომელიც პრაქტიკულად თემატურ საკითხებს განაგებს ჩემთან შტაბში და იგი აი როგორ გითხარით, თითოეულ თქვენთან ოჯახში იქნება, რაიმე სხვა სახის პრობლემები იქნება, ვიწერთ, იმიტომ რომ ვიცოდეთ ჩვენ ორი თვის მერე პირველ რიგში გასაკეთებელი რა არის. იმიტომ რომ მე თუ კი გავხდი ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, პირველი ჩემი რაც იქნება გასაკეთებელი ის იქნება რომ იმიტომ კი არა რომ მოვედი და დავწერე, რომ დავწერე რა კეთდება და რისი გაკეთება შეიძლება. იმაში გარწმუნებთ რომ ბიუჯეტი ამობლის ბევრად უფრო მეტი იქნება ვიდრე იყო აქ. ჩემი აზრით საქართველოში ყველაზე მთავარი არის ზნეობა, ღირსება და სამართლიანობა. ქრისტე იმით იყო მაგარი სიკვდილი დაამარცხა. ჩვენს უზნეობა ზნეობით უნდა დავამარცხოთ, უღირსობა ღირსებით, უსამართლობა სამართლიანობა. ეს არის ჩემო კარგი. ბედნიერი ცხოვრება მაშინ იქნება, როცა ჩვენს მთავრობას თავისი ხალხი ეყვარება. ყოველთვის ეყვარება. არჩევნების დროს კი არა, ყოველთვის.